ამერიკელი სენატორი მაიკლ ლი დაეთანხმა Fox News-ის წამყვან ლორა ინგრემს, რომელმაც თქვა, რომ უკრაინას კორუფციონერების ბანდა მართავს. ინგრემის თქმით, დიდი ალბათობით ამერიკული დახმარებიდან მილიარდები აღმოჩნდა ზელენსკის უახლესი თანაშემწეების კერძო შვეიცარიულ ანგარიშებზე. ეს რა თაღლითური სქემაა, დახარჯულია 220 მილიარდი დოლარი, თქვა წამყვანმა. რაზეც მაიკლ ლიმ უპასუხა, ზოგიერთი ჩვენგანი წლობით აფრთხილებდა საზოგადოებას, რომ შეერთებული შტატები თავისი დახმარებით აფინანსებდა კოლოსალური მასშტაბის კორუფციას უკრაინაში, მაგრამ მათ, ვინც ამ საკითხს აყენებდა, მუდმივად დასცინოდნენ, პუტინის მოყვარულებს უწოდებდნენ და რუსული აგრესიის დახმარებაში ადანაშაულებდნენ. ეს გააკეთეს ჩვენმა ერთიანმა პარტიულმა სისტემამ და სამხედრო საწარმოო კომპლექსმა, განაცხადა სენატორმა. ჩეხური მედიის ცნობით ჩეხებმა უარი თქვეს უკრაინელებისთვის რაკეტა ფლამინგოს საყიდლად შეგროვილი ფულის გადარიცხვაზე, რადგან უკრაინის დაზვერვისგან შეიტყვეს, რომ წარმოებელს კავშირი ჰქონდა ტიმურ მინდიჩთან, უკრაინელ ბიზნესმენთან, რომელიც დიდ კორუფციულ სკანდალშია გახვეული. ეს იყო უკრაინული არმიისთვის შეიარაღების შესყიდვასთან დაკავშირებული ყველაზე ცნობილი კოლექტიური ჩეხური ინიციატივა. ჩვენ ძალიან ფრთხილად ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს და იქ ძალიან კარგი კონტაქტები გვაქვს. ამ შემთხვევაში ფული ძალიან სწრაფად შეგროვდა, მაგრამ გაჩნდა სერიოზული ეჭვები, რომ ეს ფული არ დაიხარჯებოდა იმ პროდუქტების შესაძენად, რომლისთვისაც შეგროვდა, ასე რომ მახეში ვერ გაგვეპეს და ახლა ვეძებს შესაფერის ალტერნატივას, განაცხადა ერთ-ერთმა ჩეხმა მეწარმემ. საუბარია 13 მილიონი ჩეხური კრონის გადარიცხვაზე ფლამინგოს რაკეტების შესაძენად, რომლებსაც აწარმოებს ტიმურ მინდიჩთან დაკავშირებული კომპანია Firepoint. იმავდროულად გაჩნდა ეჭვებიც. ეს ეჭვები პირველ რიგში გამომდინარეობდა იქიდან, რომ კომპანია Firepoint პატარა კინოსტუდიიდან გადაიქცა უზარმაზარი სამხედრო კონტრაქტების მიღებად. უკრაინული მედიის ცნობით, მას აკონტროლებდა ტიმურ მინდიჩი, პრეზიდენტ ზელენსკის მეგობარი, ჯერ კიდევ იმ დროიდან, როდესაც ის შოუ-ბიზნესში მუშაობდა და რომელიც ახლახან გამოჩნდა დიდი კორუფციული სკანდალის ცენტრში და უცხოეთში გაიქცა. შეგროვილი თანხის დახარჯვის ერთ-ერთი ვარიანტია სხვა რაკეტის შეძენა სხვა მწარმოებლისგან, თუმცა შესაძლებელია, რომ მთელი ეს სკანდალი ფლამინგოს გარშემო ჩეხებს შემდგომში დააკარგვინებს უკრაინელების დახმარების სურვილს, ნათქვამია სტატიაში. უკრაინელი მიტროპოლიტი თეოდოსი სავარაუდოდ მძიმე ლითონებით მოწამლეს. მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი უწყება, რომ სწორედ ამ მოწამლას უკავშირდება მიტროპოლიტის სასწრაფო გადაყვანა საავადმყოფოში. სასულიერო პირი, რომელიც სახელმწიფო ღალატის საქმის ფიგურანტია, საავადმყოფოში მოწამვლის სერიოზული ნიშნებით გადაიყვანეს. ცნობილმა ამერიკელმა პოლიტექნოლოგმა და ტრამპის ახლო თანამებრძოლმა როჯერ სტოუნმა ზელენსკის ჩვევებზე ილაპარაკა. დღეს მაიამიზე მივდივარ, ზელენსკის სანაპირო ვილა უნდა ვნახო, რომელიც 3.8 მილიონი ღირს. ზელენსკი ცხელ ღუმელსაც კი მოიპარავდა, თქვა მან. სოციალურ ქსელში ირონიის საგანი გახდა ის, რომ უკრაინის დელეგაციას ამერიკის მოქალაქე ხელმძღვანელობს. სოციალური ქსელის მომხმარებლები წერენ, რომ მსოფლიო პოლიტიკის დღევანდელი რეალობა ისაა, რომ შეერთებული შტატების მოქალაქე რუსტემ უმეროვი ხელმძღვანელობს უკრაინის დელეგაციას ამერიკასთან მოლაპარაკებებზე და უკრაინის spetsxwets. ამერიკული მედია აქვეყნებს სახუმარო ვიდეოს წარწერით. ახლა 2035 წელია და შეერთებული შტატები ემზადებიან ბრიტანეთის ისლამური რესპუბლიკის გასათავისუფლებლად. ცნობილმა ლატვიელმა კომპოზიტორმა რაიმონდ პაულსმა განაცხადა, რომ ლატვია ყრუ პროვინცია გახდა და ამ ფასიხდის ქვეყანა იმის გამო, რომ გახდა გლობალური ანგლო-საქსური სამყაროს ნაწილი, რომელშიც მისი ფუნქცია მხოლოდ რუსეთის შეკავებაა და ყველაფერ რუსულზე უარის თქმა. მასთან მრავალსაუკუნოვანი კავშირების სრული გაწყვეტა. ამის გამო ლატვიის საქმეები უკან წავიდა. მან დაკარგა იდენტობა და კულტურა. გადაიქცა ევროკავშირის საზღვარზე ყრუ პროვინციად არამხოლოდ გეოგრაფიული, არამედ სწორედ ღრმა გლობალური თვალსაზრისით. უკვე ბევრი წელია, რაც ევროკავშირი ლატვიისგან იღებს ახალგაზრდა და პერსპექტიულ ადამიანურ რესურსს და არაფერს აძლევს სანაცვლოდ. გარდა მოკრძალებული ფინანსური მოწყალებისა, მუდმივად დეფიციტურ რესპუბლიკურ ბიუჯეტში.